მსვლელობა უკვე დაიწყო, ხელი გაუშვით, ჩემი შვილია, სწორედ ეს არის დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგი. აქ შეკრებილები არიან ქალები, დედები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი შვილები დღევანდელ ქვეყანაში არიან დაუცველები, ამბობენ, რომ ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან და სწორედ ამიტომ ისინი თვლიან, რომ უნდა გამოვიდნენ გარეთ და დაუჭირონ მხარი თავიანთ შვილებს. აი ახლა თქვენ კადრშიც ხედავთ ამ ყველაფერს, შეგიძლიათ ნახოთ დიდი ბანერი, ასევე საპროტესტო აქციების დროს დაშავებული პირების ფოტოები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. თქვენ კადრში ახლა ხედავთ სწორედ იმ ქალებს, იმ დედებს, რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ისინი ერთად დღეს შეიკრიბნენ სწორედ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს მხარი დაუჭირონ და ისინი ამბობენ, რომ თუ დღეს ვინმე არის დაცული, ხვალ შესაძლოა, რომ მათ შვილებსაც მსგავსი პრობლემის წინაშე დადგომა მოუწიოთ. თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ, რომ აქ შეკრებილები არიან სხვადასხვა ასაკის ქალები, ასევე არიან აქ მოსულები, დედები, მათ შვილებთან ერთადაც და ისინი ერთად ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დღეს ერთად დგომა და ამბობენ, რომ ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პროფესიის ხალხი ერთად მართავს საპროტესტო აქციებს და ამით აჩვენებს ერთგვარად ხელისუფლებას იმას, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ და ჩვენ ახლა შეგვიძლია, რომ მოვისმინოთ დედების კომენტარები, რომლებიც ჩვენ მსვლელობის დაწყებამდე ჩავწერეთ. აქვს მნიშვნელობა ადამიანი რომელი პარტიის მეხოტბე და მომხრე, აი აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა. არც ეროვნებას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, იმიტომ რომ საუკუნეებია უამრავი ერთად ცხოვრობთ მეგობრულად საქართველოში და ყველა დედა მინდა გითხრათ, რომ აღშფოთებულია. არაფრით არ შეიძლება ახალგაზრდების ასე დასჯა, ასე ცემა, ასე დამცირება. ეს მარში დედების მარშია. მე ჩემი შვილებისთვის არ აქვს თქვენი შვილებისთვის, ყველა შვილებისთვის და მგონი აქ დგომით უფრო მეც გავუკეთებ ჩემ შვილებს, ვიდრე ახლა სახში წვნიანის მოხარშვით. ნამდვილად ესე ვფიქრობ, ეს სხვადასხვა პროფესიის და საქმიანობის ადამიანების სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრება ძალიან კარგია, თუმცა პირობითია, ხო, რეალურად ყველას ერთი საქმიანობა გვაქვს, ყველას ერთი პროფესია გვაქვს, ყველა ვართ ამ საქართველოს შვილები და ყველა ერთ სამსახურში ვართ, სამშობლოს საქართველოს სამსახურში ვართ. ჩვენი შვილები დაასესხლიანეს, ჩააგდეს დილეგში, სამშობლოს სიყვარულს არ პატიობენ. ჩვენ მოვითხოვთ პირველ რიგში, რომ განთავისუფლებული იყვნენ სამშობლოსთვის დასჯილი სიყვარული დასჯილი ახალგაზრდები, მოვითხოვთ ხელისუფლების გადარჩევას კი არა, გადაშენებას და არჩევნებს, ხელახალ არჩევნებს, არანაირი ვადამდელი არჩევნები, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ჩვენი მიზანი არ იქნება შესრულებული და მიღწეული. ამიტომ მოუწოდებთ ყველას დღეს საქართველოს გზაგასაყარზე დააყენა ამ ხელისუფლებამ. საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება, ჩვენ ახლა რუსთაველის გამზირზე ვართ და მივუყვებით ქუჩას მსვლელობით ქართველ ქალებთან ერთად, დედებთან ერთად, რომლებიც ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას აპროტესტებენ და თვლიან, რომ დღეს მათი შვილების გვერდით ყოფნა და დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ჩვენ მივდივართ საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. ჯერჯერობით ეს არის ის ლოკაცია, ადგილი, სადაც ჩვენ გავჩერდებით, თქვენ ახლა კადრში შეგიძლიათ ნახოთ ქალები, დედები, რომლებიც მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი აზრი, თავისი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა მოვლენებიც ვითარდება ქვეყანაში. ხედავთ ბანერებს, რომლებიც მათ უჭირავთ, ხელი გაუშვით, ჩემი შვილია. სწორედ ეს არის მათი დღევანდელი სათქმელი და თქვენ შეგიძლიათ ასევე ნახოთ მათი რაოდენობა, თუ რამდენი ქალი გამოვიდა დღეს აქციაზე და მათ სავარაუდოდ სხვებით შემოუერთდებიან მსვლელობის დროს. საპროტესტო აქცია გრძელდება
დედების აქცია, როგორც მას ჰქვია და ქალები ახლა მიემართებიან საქართველოს პარლამენტთან, სადაც ასევე იმყოფებიან სხვა აქციის მონაწილეები, რომლებიც დილიდან შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტთან იმისათვის, რომ გააპროტესტონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და ასევე ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა და მოკლედ ჩვენს მივემართებით მსვლელობის მონაწილეებთან ერთად და უახლესი ინფორმაციით დაგიბრუნდებით.